ნინიკო მატკავა და სანდრო საბაძე, ცეკვა აფხაზური. ძალიან სამწუხარო იყო ის ფაქტი, რომ რაღაცა ფიზიკური დაზიანება აქვს მიღებული, მაგრამ ეს არის კონკურსი, სამწუხაროდ საბოლოო ჯამში ფასდება ცეკვა. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი თავის, იმიტომ რომ ვიცი მართლა მაქსიმუმი ვეცადე, საერთოდ ვერ დავდიოდი და რაც ამა მომეცა, რომ აი ეგრე ბოლომდე ჩავამთავრე ისე, რომ რაღაცა ისეთი სერიოზული ხარვეზე არ იყო, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა. შენზე იყო დიდი ხანი აქცენტი, გოგონა აქ იდგა თავისთვის გელოდებოდა. ეს ჩემთვის არ არის მისაღები. სწორი შეფასება იყო, იმიტომ რომ ნინის ტრაუმიდან გამომდინარე და ისაც გლადიატორს წვეკვდით და ამ შემთხვევაში გამოვიდა, რომ ჩემზე იყო აქცენტი და გლადიატორი გოგო ვერ იქნებოდა. ცეკვა არის ის, რომ გამოხატო ხასიათი რაღაცა თქვა. შენ უბრალოდ მანახე ხაზის შემდეგ. მეცდები რომ შემდეგში ხასიათი ვანახო ხასთან და ტექნიკასთან ერთად. პირველი აუთსაიდერი წყვილი გახდა ნინიკო და სანდრო. აუთსაიდერებში პირველად ვიტეკით, იყო საკმაოდ დაძაბული მომენტი, იმიტომ რომ ორივე ძალიან ნერვიულობდით. სიმართლე გითხრათ, მოლოდინი იყო რეალურად ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე და ცეკვის ხარისხიდან გამომდინარე, თუმცა თვითონ პროცესი მაინც ძალიან არასასიამოვნო იყო. შემდეგ ტურში იცეკვებენ ნინიკო და სანდრო. აუთსაიდერებში დგომამ უფრო მეტი мотиваცია მოგცა ორივეს. ვეცდებით, რომ შემდგომში უფრო დახვეწილი და ძლიერი ნომრები წარმოვადგინოთ. უკვე ქართულის მეორე ტურია, ვცეკვავთ აფხაზურს, მასაც რა თქმა უნდა არჩენის მოცეკვავები გაგვიმაგრებს. რეპეტიციები ჯერჯერობით მიდის წარმატებულად და დიდად არაფერი არ გვიჭირს. ყველაზე რთული ალბათ ტემპი, იმიტომ რომ ძალიან სწრაფი მუსიკა გვაქვს. აი ფინალის ტემპი არის. ერთადერთი ეგ გამიჭირდა რა, უბრალოდ ძალიან სწრაფი არის და ვერ მოვახერხე პირველივე. საკმაოდ ისეთი სახალისო, ამაზინამერი გამოდის, სადროსაც არ იწვის არაფერი ვინაიდან როგორც ცეკვავს ქართულს და ძალიან ლამაზ სანახაობას ელოდებთ. ნინიკო მატკავა და სანდრო საბაძე, ცეკვა აფხაზური. ცეკვა აფხაზური. ასევე დიდი მადლობა ანსამბლ არსიანს.
უღრმესი მადლობა, ეს ულამაზესი ცეკვა კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდა ჩვენ სცენაზე ანსამბლ არსიასთან ერთად. ირაკლი, გისმენთ, შევაფასოთ. სიამოვნებით შემოეკო, მარსიანი ახსენე და ბატონი გიორგი ჭანიშვილი არის ჩვენთან ერთად, რომელსაც მივესალმებით აქედან. გვიხარია, რომ ყოველ ეპიზოდზე ჩვენთან ერთად ხართ. რაც შეეხება ნინიკოს და სანდროს, მოკლედ იმდენად სწრაფი ტემპი იყო, რომ quick step-ზე აღარ თქვათ, რომ სწრაფი ცეკვაა, ხო? იმიტომ რომ აი მართლა საოცარი კონტროლი გჭირდება, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ სისწრაფეში ხდება ყველა მოძრაობას ჭირდება სისუფთავე და ამ შემთხვევაში, ნინიკო პროფესიონალი ხარ, ძალიან კარგად კი არა და არ ვიცი, ხა იმაზე კარგად ვერ შეასრულებდი. რაც შეეხება სანდროს არ ვიცი, ყოველ ეპიზოდზე გამომდი შენიქება, მაგრამ საქებარი ხარ, რა მართლა ქართულსაც ესეც ცეკვავ, ბრეიკდანსაც ცეკვავ, ლათინსაც ცეკვავ. ძალიან სამაგალი თუ არის და ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ მომავალი თაობისთვის, ვინც უყურებს ამ გადაცემას, ძალიან დიდი мотиваცია არის. რაც შეეხება მე მგონი წამყვანებად შეამჩნიეთ, რომ მეტნაკლებად ერთნაირი ქულები იწერება, ეს იმიტომ, რომ რა თქმა უნდა დღეს არის ქართული ტური და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ რაც ყველაზე კარგად გამოგდით, ეს გამოიტანოთ და მაყურებელ სიამოვნება მიანიჭოთ. რაც უფრო დიდი პასუხისმგებლობა არის ჩვენი მაყურებლისთვის და მე პირადად მოუწოდებ, რომ აუცილებლად უნდა იაქტიუროთ, ყველა გულშემატკივარი უნდა გააქტიურდეს, არ დაგავიწყდეთ, რომ ეს არის კონკურსი და დღევანდელი ქულები და თქვენი აქტიურობა აუცილებლად მოახდენს გავლენას შემდეგ ეპიზოდზე. ცეკვა იყო ფანტასტიკური. მადლობა, ირაკლი. ქალბატონო ეკა, გთხოვთ, შეაფასეთ ჩვენი წყვილი. ნინიკო და სანდრო, ანუ გილოცავთ, შენიერი შესრულება იყო, ძალიან საინტერესო და ლამაზი ნომერი იყო, მინდა გითხრათ, ნუ ტემპი აფხაზურს ეს ჩვეული ტემპია განსაკუთრებით უკვე ფინალისკენ როცა მიდის, საკმაოდ რთული შესასრულებელიც არის და კარგი ნამუშევარია ნამდვილად. ბევრი გიშრომიათ და დიდი მადლობა. ია, გისმენთ. ირაკლი, ეკა, ალბათ დამეთანხმებით, ჩვენ რამოდენიმე წუთით ვიმოგზაურეთ აფხაზეთში. და ეს იყო ძალიან სენსიტიური, ძალიან გულისამაჩუყებელი. რაც შეეხება ტემპს, ეს არის მათთვის დამახასიათებელი სისხარტე, რომელიც თქვენ შეასრულეთ და რთული გასარჩევი იყო, რომელი იყო სამეჯლისოს მოცეკვავე და რომელი ქართულის. გილოცავ სანდრო, ნინიკო, ძალიან კარგი შესრულება იყო, ასე გააგრძელეთ. დიდი მადლობა. ყველაზე ახალგაზრდა წყვილია, რომელსაც ახლა მე გავააცილებ ოთარის ბელონას ოთახისკენ. კი ბატონო, ოთარ შეეგებე. ვეგებები საქართველოს ძირძველი თვითმყოფადი ულამაზესი კუთხე აფხაზეთი და აფხაზურმა ცეკვამ ძალიან გაალამაზა დღეს ჩვენი კონცერტი, სადღესასწაულო კონცერტი და ქართული ცეკვების ტური. ნინიკო გილოცავთ, სანდრო გილოცავთ. მოდი ახლა ვნახოთ, მე კი მაქვს ეჭვი, მაგრამ ვნახოთ რამდენ ქულას მიიღებთ. ეკა, გთხოვთ, 7. ირაკლი 7 და იაც 7. ისევ და ისევ 3-7-იანი 21 ქულა და თქვენ რა სიტყვით? პირველ რიგში ჟიურის მინდა გადავუხადოთ ძალიან დიდი მადლობა მსგავსი შეფასებისთვის და ასევე ვისარგებლო შემთხვევით და არსიანის თითოეულ წელს, რომელიც დღეს აქ არის და ზურგს გვიმაგრებს, ძალიან დიდი მადლობა უთხრა და ასევე მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა ჩემს აღმზრდელ ქორეოგრაფ მარიკა სიხარულიძეს. დიდი მადლობა ყველას. სანდრო, ასევე მე ჟიურის მინდა უთხრა დიდი მადლობა და არსიანს დახმარებისთვის, კოსტიუმები, დადგმა, ჩაცმა, ყველანაირად დაგვეხმარენ და რა ვიცი, დიდი მადლობა. ძნელი იყო? კი, საკმაოდ. კარგი, თქვენ ძალიან ბევრი გულშემატკივარი გყავთ და აუცილებლად გულშემატკივრებს უნდა შევახსენოთ თქვენი ნომერი, რომელზეც უნდა დაგირეკონ და დაგიმესიჯონ 0903 300 347. ხო ხედავთ, ჟიურის წევრებიც უკვე მოუწოდებენ ჩვენს მაყურებელს აქტიურობისკენ, თუმცა მანამდე კიდევ რამდენიმე წყვილის ცეკვა